მოგესალმებით, ვიწყებთ გადაცემათა ახალ სერიას, ციკლს, რომლის მთავარი მიზანიც არის წულუკიანის ღალატის კომისიის მხილება და იმ მოღალატეობრივი ნაბიჯების ჩვენება, რაც ეგრეთ წოდებული პარლამენტის დეპუტატებმა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ გააკეთეს. ჩვენ ამით ხაზს უსვამთ, რომ არ არის პასუხი თეა წულუკიანის კომისიაზე, არავისთვის ჩვენ საპასუხო არ გვაქვს და სავის სამართლებელი აქ არავის არ აქვს, უბრალოდ გვინდა რომ თელმა საზოგადოებამ კიდევ უფრო უკეთ დაინახოს რა დონის ღალატთან და რა დონის მოღალატეობრივ ნაბიჯებთან გვაქვს საქმე. ამ კომისიის შექმნისთანავე პარტია მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომ შესაბამის ჯგუფს ემუშავა იმ ყველა ტყუილის მხილების საკითხზე, რომელიც იქ დაისმევოდა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ბატონი ლევან ბეჟაშვილი და დღეს ლევან ბეჟაშვილთან, ალიკა კუპრავასთან ერთად, ზაზა ბიბილაშვილთან და ეკა წამალაშვილთან ერთად ვისაუბრებთ იმ საკითხზე, თუ რასთან დაკავშირებით არის ეს კომისია შექმნილი. მე მინდა საზოგადოებას უფრო მეტად განვუმარტო ის ფაქტიც, რომ ეს იქნება გადაცემათა ციკლი, სადაც კონკრეტულ თავებზე და კონკრეტულ დანაშაულებებზე, რომელიც თეა წულუკიანმა ჩაიდინა თავის თანამზრახველებთან ერთად, იქნება უფრო მეტი და დეტალური განმარტებები გაკეთებული. ამიტომ დღეს უფრო ზოგადად ვისაუბრებთ, რომ საერთო სურათი რა იყო ამ კომისიის შექმნის მიზნიდან გამომდინარე, მაგრამ ის რომ ამ ღალატის კომისიის ფუძემდებელი და ნამდვილად საძირკვლის ჩამყრელი არის ივანიშვილი და ვლადიმერ პუტინი, ეს მე მგონი ყველასთვის ცხადზე უცხადესია. ორი თარიღის რევიზირება არის მათი მთავარი მიზანი, ეს არის 2003 წლის 23 ნოემბერი და 2008 წლის 7 აგვისტო და ეს არის დიახ ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული საბოტაჟი. მე დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ ამ წლების განმავლობაში წევდით ძალიან დიდ სამუშაოს პროპაგანდასთან დაპირისპირებაში და ეხლა მე ვთვლი და მიმაჩნია, რომ არის ზუსტად ის დრო, როდესაც ჩვენ შეგვიძლია არსებითი გარღვევა შევიტანოთ ამ საქმეში და მოდი დავიწყოთ ზაზა იმ საკითხის განხილვით, რომ რა არის ის მთავარი ჟინი ქართული ოცნების ვარდების რევოლუციის წინააღმდეგ, რაც აი ამდენი წლის განმავლობაში კონტრრევოლუციონერებს ამოძრავთ, იმიტომ რომ 2012 წლის 1 ოქტომბერს მოხდა კონტრრევოლუცია. რა არის ის მთავარი მიზეზი, რის გამოც ვარდების რევოლუციის საკითხის გადახარშვა 13 წლის თავზეც მათ ვერ შეძლეს? დიდი მადლობა, ძალიან დროულია ის, რასაც ახლა ჩაიყარა საფუძველი, აი ამ გადაცემათა ციკლს გულისხმობ. როდესაც ვსაუბრობთ ისტორიის გადაწერაზე, ალბათ პირველ რიგში ის უნდა აღვნიშნოთ, რომ ისტორია არ არის ერთ-ერთი რიგითი საგანი, რომელსაც უბრალოდ ეპოტინება ეს რუსული ჰიბრიდული ძალა, ქართულ ოცნებად რომ არის ცნობილი. ისტორია არის ის, რაც განსაზღვრავს ჩვენ ცნობიერებას, ჩვენს იდენტობას, ჩვენს ეროვნულობას და სწორედ ამაში აფათურებს თავის ბინძურ ხელს რუსეთი. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ეგრეთ წოდებულ ქართულ ოცნებაზე, ხშირად იმას შევყავართ შეცდომაში, რომ აი რატო აკეთებენ ეს ხომ საქართველოს ინტერესებთან წინააღმდეგობაში, როცა ერთხელ და სამუდამოდ ვიტყვით და გავაცნობიერებთ, რომ მეორე მხარე სინამდვილეში არის რუსეთი, მაშინ ყველაფერი ლაგდება. რუსეთი აი ამ ადამიანების თუ რაც ქვიათ მაგათ ხელით დღეს ებრძვის ქართულ სახელმწიფოს, ქართულ ეროვნულ იდენტობას და იმას, რაც ჩვენთვის არის მართლაც საამაყო. ხელისუფლების შეფასება ხო ასე უნდა მოხდეს, ანუ რა ჩაიბარეს და რა დატოვეს. ხო 2003 წელს ვარდების რევოლუციის დღეს მაშინდელმა ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილმა ნაციონალურ მოძრაობამ ჩაიბარეს ქვეყანა, სადაც არ იყო შუქი, არ იყო გზები, არ იყო გაზი, ადამიანებს იტაცებდნენ, კლავდნენ, კალაძის ძმა გაიტაცეს და მოკლეს, ხო რაღაც შორს წავიდეთ. უცხოელ ბიზნესმენებს იტაცებდნენ და კლავდნენ. ფასი არ ვიცი რამდენი იყო სამინისტროებში იყო 14 ლარი რომელიც არ გაიცემოდა. 60 ლარი რომელიც არ გაიცემოდა. პენსია იყო 14 ლარი რომელიც არ გაიცემოდა. რატო არ გაიცემოდა? იმიტომ რომ ვიღაცები იპარავდნენ. ის ვიღაცები რომელმაც მერე სამართლიანობა აღიდგინეს 2012 წლის შემდეგ სხვათა შორის, ხო? დენი იმიტომ არ იყო რომ ვიღაცები თურქეთში ყიდნენ. ის ვიღაცები რომლებიც დღეს მაღალ თანამდებობაზე არიან, ან ისევ რჩევლებად გვევლინებიან ენერგეტიკის დარგში, ხო? აი ესეთი სახელმწიფო იყო, სახელმწიფოც არ იყო, იყო ტერიტორია, სადაც ყველა ხელს აფათურებდა და პირველ რიგში რუსეთი. რუსეთი ნიშნავდა აქ დე-ფაქტო უშიშროების მინისტრს, ნიშნავდა შინაგან საქმეთა მინისტრს, ნიშნავდა თავდაცვის ministrs და რეალურად ყველა მთავარ გადაწყვეტილებაზე ჰქონდა ვეტო. და სრულად ინფილტრირებული იყო საქართველო. ანუ აქ არაფერი არ ხდებოდა, რას რუსს არ აწყობდა. 2003 წლის მერე ეს ყველაფერი შეიცვალა რადიკალურად და შეიცვალა პირველ რიგში იმიტომ, რომ იყო ამის ნება. ქართველები მანამდეც ისეთები ვიყავით, როგორც მერე და როგორც დღეს ვართ, ხო?
ნება შეიცვალა ზემოდან, აღიგავა პირისაგან მიწისა მართლა რასაც კრიმინალი ქვია, კორუფცია გაქრა, ამიტომ ტრის პროპაგანდამ შექმნა ეს მითი, რომ ეხა არის ელიტური კორუფცია. ხო, ანუ კორუფციას ვერ ხედავ, მაგრამ მე არაფერია რომ ვერ ხედავ, არაფერია რომ პასპორტში რო არიხდი, არაფერია რომ ხო, მართვის მოწყობაში არიხდი, რომ პოლიციელი არ გართმევს არაფერს, მაგრამ სამაგიეროდ რაღაც არის, ვიღაცა სადღაცას იპარავს და ამაზე უნდა გაბრაზდე, ხო? შესაბამისად, ეს ყველაფერი იყო ის, რაზეც კაპიტალიზდებოდა რუსეთი, მაგრამ სინამდვილეში ამას მეორე მხრიდან ქონდა მსოფლიო აღიარება. ეს ხო არ არის მართლა 1 და 2, როგორც ახლა ივანიშვილმა მოისყიდა ერთ-ერთი კონგრესმენი თუ სენატორი და მეგობარი აქს რო აფერხებს, ხო? ეს 1 და 2 ადამიანის ამბავი ხო არ არის, მსოფლიო ბანკმა 2006-დან 11 წლამდე საქართველოს აღიარა მსოფლიოს ნომერ 1 რეფორმატორს. ჩვენს რეფორმებზე საუბრობდნენ ინგლისის წარმომადგენელთა, უბრალოდ ლორდთა პალატაში, ყირგიზები, ამერიკის სახელმწიფო მდივნები, ყირგიზები, აფრიკელები, მოლდოველები, ყველა გვეპატიჟებოდა და გავიზიარეთ. ესა ბარათია, იმიტომ რომ ჩვენ არაერთ გზის მოგვისმენია ქართული დესანტი სხვადასხვა სახელმწიფოში რეფორმების დესანტი. სხვადასხვა წინა ხელისუფლების პერიოდში ვინც ჩვენთან განახორციელა რეფორმების ადამიანები დღეს ექსპერტებად არიან მიწვეულები და ატარებენ სხვადასხვა ქვეყნებში სამართლებრივ რეფორმებს, სასამართლო რეფორმას მათ შორის და სხვა რეფორმებს, რომელიც მათ აქ წარმატებით განახორციელეს. აი ამის დელეგიტიმაცია უნდა. და ერთ სიტყვით და დავასრულებ ბოდიში თავარი ხო აი თითქოს ფორმალურად უდგებიან რომ ის იყო გადატრიალებაო და იყო არალეგიტიმურიო. ეხლა შევხედოთ გადატრიალების ნაწილს. ეს არის რეჟიმი, ეს არის ადამიანების რაღაც ჯგუფი, ხროვა, ხუნტა, რაც გვინდა დავარქვათ, რომელიც ამბობს რომ ხავერდოვანი რევოლუცია იყო არალეგიტიმური. მაგრამ მანამდე 10-12 წლით ადრე სისხლიანი შეიარაღებული გადატრიალება პუჩი იყო ლეგიტიმური. პრობლემა არის და ასევე ეძებენ შევარნაძის ბრძანება, სადაც მან დატოვა თანამდებობა. მან საჯარო განცხადება გააკეთა, რაც ანალოგიურ სიტუაციაში იურიდიულად აბსოლუტურად საკმარისია ამისთვის და ერთი უბრალოდ ციფრებითაც შევადაროთ, ხო? ზუსტად გამსახურდია არჩევნებამდე, უბრალოდ პუჩამდე რამდენიმე თვით ადრე არჩევნებში მიღებული ქონდა 87% ხმების. და მას მიადგნენ გაუბიცებით და დაამხეს. მათ შორის ისეთმა ადამიანებმა, რომლებიც დღეს ან ხელისუფლების ნაწილი არიან, ან რომლის შვილები არიან. მათ პროპაგანდისტ უმედიაზე ყოველ მეორე დღეს ხარ. კი ბატონო, ხო? და შევარნაძეს, ბოლო არჩევნები ხო გაყალბებული ქონდა და ბოლოს წინა არჩევნები 2002 წლის არჩევნებში, თუ სწორად მახსოვს, ადგილობრივ არჩევნებში 6% ქონდა მიღებული. პირველ ადგილზე იყვნენ ლეიბორისტები, მეორეზე იყო ნაციონალური მოძრაობა და მართველი ძალა, ანუ იმდანაც აღარ ქონდა სახალხო ლეგიტიმაცია, რომ ერთნიშნა ციფრი მიიღეს არჩევნებში შედეგად. გაყალბებამაც და არაფერმაც არ უშველად, ხო და ამ ფონზე, როდესაც სახალხო რევოლუცია ხდება, რომელსაც ამხელა სიკეთე მოსდევს, თურმე ყოფილა ცუდია, წარმოიდგინეთ რამხელა მენტალურ გარყვნილებასთან გვაქვს საქმე, რამხელა ანტიქართულ შეთქმულებასთან გვაქვს საქმე ამ კომისიის სახით. კი და აი ზუსტად ამ საკითხზე ლევან შენთან მინდა გადმოვიდე ჩვენს გუნდში სწორედ ჩვენ ხელმძღვანელობდი იმ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს, რასაც აი ამ კომისიის თითოეული ეგრეთ წოდებული ჩვენება და რაღაცა ის ფაქტები შესწავლა იყოს, მათ შორის აი ამ ანგარიშსაც ძალიან დეტალურად იცნობ 460 გვერდიანი რაღაც დოკუმენტია, რომელსაც გვაშინებენ, რომ აი სკოლებში შეიტანენ, ჯერ ერთ ამას ვერც მოასწრებენ და ვერც ეღირსებიან, მაგრამ ამ 460 გვერდიდან მე ესე ვხედავ, რომ უმრავლესობა არის უბრალოდ რაღაც ანტურაჟის შესაქმნელად, მთავარი არის ის 40-50 გვერდი, სადაც ვარდების რევოლუციაზე და 2008 წლის აგვისტოს ომზე არის საუბარი. აი ამაზე უფრო მეტი დეტალი რომ გითხრა, როგორ არის ეს მოვლენები ფალსიფიცირებული, ჯერ ზოგადად შევეხოთ, მე ეკაც უფრო მეტ დეტალს შემოიტანს, ალიკაც, როგორ არის ეს მოვლენები ფალსიფიცირებული და როგორ ცდილობენ მაგალითად აჭარის რევოლუციას და 6 მაისის გაყიდვას, როგორც აჭარაში რეჟიმის დამყარება. დიქტატურის დამყარება. და შენ როგორც ამ მოვლენების უშუალო მონაწილე, როგორ ხედავ, აი როგორ ეცადნენ აი ამ 460 გვერდიანი რაღაცა სქელი მაკულატურით შეეფუთათ ის ეროვნული ღალატი, რაზეც სამხრეთ ეგრეთ წოდებულმა სამხრეთ ოსეთმა და რუსეთმა გააკეთეს შესაბამისი განცხადებები, რომ თეა წულუკიანის საქმიანობით არიან მოხიბლულები, რომ ეს რა კარგად უმუშავია ქალბატონ თეასთან. როცა ესეთი ძალები გაქებენ, სულ რო გულით კონდეს ნამუშევარი, ეს ნიშნავს, რომ მოღალატე ხარ სამშობლოსთან, მე დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან შეიქმნება ალტერნატიული კომისია კი არა, აი იმ პარლამენტში როცა დემოკრატიული ძალები მიიღებენ უმრავლესობას და ქვეყანას ეყოლება დემოკრატიული ხელისუფლება, აი ამ ღალატის კომისიის შექმნის გამოსაძიებელი კომისია უნდა შეიქმნას. მადლობა ამ გადაცემათა ციკლის დაწყებისთვის, იმიტომ რომ ჩვენ არაერთხელ
გვითქვავს ეს, რომ სათანადო ყურადღებას არ უთმობდით აი იმ სიგიჟეს, იმ პროპაგანდას, რომელსაც ქართული ოცნება ახორციელებდა ბოლო 12 წლის განმავლობაში და ამ ცდილობდა დაემკვიდრებინა სხვადასხვა ლეგენდები ნაციონალურ მოძრაობის მიშას შესახებ და რუსული ნარატივებით, რუსული, ასე ვთქვათ, დავალებებით ცდილობდნენ საზოგადოებისათვის ტვინის გამორეცხვას და იმდენად მარტივ ჭეშმარიტებებზე საწინააღმდეგოს ამბობდნენ, რომ ჩვენ არც კი ვთვლიდით პასუხის ღირსაც. უხერხულად ვგზნობდი, რომ ამ თემებზე როგორ უნდა გვესაუბრა, მაგრამ აღმოჩნდა ისე, რომ ამ 12 წლის განმავლობაში ამ რუსულმა პროპაგანდამ მაინც იმუშავა საზოგადოების გარკვეულ ნაწილზე, მნიშვნელოვან ნაწილზე და ჩვენ ეხლა გვიწევს საზოგადოებისთვის, რომ დამატებით ავხსნათ და დამატებით ინფორმაცია მივაწოდოთ, რომ დაინახონ რა სიმახინჯესთან გვაქვს საქმე ქართული ოცნების პროპაგანდის სახით და ეს სიმახინჯე როგორ ემუქრება არ ნაციონალურ მოძრაობას, არამედ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ნუ დაანონსებული აქვს, რომ პარტიის გაუქმებას აპირებენ ამ დასკვნეს საფუძველზე და ბუნებრივია ჩვენ ახლა ამ პროცესებისათვის მოემზადებით და არა მარტო ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის ცნობილი გახდება რეალობა, რა რეალობას ქმნის ეს კომისია და რეალობა არის საკმაოდ მძიმე, იმიტომ რომ ხო, შეფუთული არის ბევრი თემა, მაგრამ როგორც ლევანმა აღნიშნა, ძირითადი დარტყმა ეს არის მართლა ვარდების რევოლუცია 2003 წლის 23 ნოემბერი და 2008 წლის აგვისტოს ომის გადაწერა და საქართველოს დადანაშაულება, ამას ღიადაც აცხადებდნენ, აცხადებდა ივანიშვილიც, სალომე ზურაბიშვილიც, კობახიძეც და დღეს უკვე ეს დოკუმენტურად გააფორმა, ასე ვთქვათ, ანგარიშის დესკრიფციული ხასიათი აქვს, ხო, რაღაცა მე რაც წავიკითხე და თითქმის მთლიანად წავიკითხე. როგორც გამოცდილ იურისტს ეს შეკითხვა მაქვს. ამბობენ, რომ აი ჩვენ ბევრი მტკიცებულება წარმოვადგენთ. აი ეს არის. ნიუსის ლინკები და ერთმანეთში ჭორაობა. მტკიცებულებებზე არის. დასავალი ციტატები. დავადგინეთ, რომ მოხდა თურმე გადატრიალება 2003 წლის ქარელი ვარაუდობს. აი ეგეთი ჩანაწერი. ანუ ამის თქმა მინდოდა ზუსტად, რომ როდესაც წაიკითხავ ამ ეგრეთ წოდებულ ანგარიშს, ნახავ რომ სიტყვიერად კი წერია დავადგინეთ, დავადასტურეთ, მაგრამ რეალობაში რომ წაიკითხავ არის ჭორები, ასავალ-დასავალის სტატიებიდან გადმოწერილი კონკრეტული ციტატები, რაღაცა ლინკები, მათივე მთავრობის წევრების და მათივე ჭყალებში ექსპერტების ჩვენებები, არანაირი სამართლებრივ კრიტიკას ვერ უძლებს ეს ანგარიში და ეს სამართლებრივი დოკუმენტი არ არის. ეს არის არასერიოზული, ეს არის პოლიტიკური ბრალდებებით, ჭორებით გაჟღენთილი რაღაცას სტატიების და ჩვენებების კრებული. და ბუნებრივია, ვერც ერთი სასამართლო, ვერც ერთი საგამოძიებო ორგანო სერიოზულად ამ საქმეს ვერ აღიქვავს, მაგრამ უბედურებაც ის არის, რომ ჩვენ ხო არც საგამოძიებო ორგანოები ყავს და არც სასამართლო ყავს. უბრალოდ შექმნილია ვითარება, როდესაც ერთი ადამიანი, რაცაც იტყვის, ის უნდა შესრულდეს. და ამას უნდა დაემორჩილოს მთელი ქვეყანა. და ამიტომ ვამბობთ ჩვენ, რომ როდესაც გვეუბნებიან, რომ აი 4 ოქტომბერს რას აპირებთ, აი 5 ოქტომბერს რა იქნება და 5 ოქტომბერს რა იქნება, მე ხალხს მინდა მიმართო. 5 ოქტომბერს რა იქნება, რომელ ქვეყანაში უნდა ვიწყოთ, სადაც არც სასამართლო არსებობს, არც გამოძიება არსებობს, არც პარლამენტი არსებობს, არაფერი არ არსებობს, არც კანონი არსებობს. თავარი მსაჯული. თავარმა მსაჯულმა დაწერა მოჩხაპნა, რომელიც არც კი თავი არ შეუწუხებთ რაღაცა კონკრეტული მტკიცებულებები მაინც შეექმნა, იმდენად აბსურდები არის ამ ჩვენებებში. იმან ეს მითხრა, ამან ეს მითხრა. ამ ვიდეო, ხო, ეს ვიდეოები ჩვენ ამოუჭერით და კიდე გრძელდება ეს პროცესი, იქნება კონკრეტული მტკიცებულებები, რეალური ინფორმაციის მიწოდება, ეს მთელი პროცესი უნდა იყოს, რომ არ შეიძლება რომ რაღაცა პატარა ხრელი მაინც დაუტოვოთ ამ სიმახინჯეს, რასაც ანგარიშს ეძახიან, რომ საზოგადოებამდე რაიმე ამ ფორმით მივიდეს და ალტერნატიული და რეალური ინფორმაცია არ კონდეს საზოგადოებას და მადლობა, რომ ეს პროცესი დაიწყო და აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, იმიტომ რომ იყო ინდივიდუალური ინიციატივები, ხო, აი გზაზას ხშირად იყო ჩართული ამ პროცესში, ეკას, გიორგი ჭანტურია და შემდეგ ცალკეული ექსპერტები ამ პროცესებს ცდილობდნენ, რომ დამოუკიდებლად შებრძოლებოდნენ, მაგრამ სისტემატიზაცია ახდებოდა და ჩვენ მოგვეცა საშუალება, რომ ამ ჯგუფის სახით სისტემური პასუხები, სისტემური ინფორმაცია მივაწოდოთ რეალობის საზოგადოებას.
ეკა შენ ნამდვილად წლების განმავლობაში ჩვენს არამხოლოდ ჩვენს, არამედ მე მგონია რომ ყველა დაკვირვებული თვალის მქონე მხარდამჭერ სხვადასხვა პროდასალური პარტიის კარგად აქვს გააზრებული რა როლი ქონდა შენ მუდმივად აი ამ მითების მხილებაში და რაღაცა მე მგონი თეატრულოკიანმა შეკრიბა ყველაფერი და აი ეს გაფანტული რაც იყო ქოცური პროპაგანდა ერთ დოკუმენტში გააერთიანეს რომ აი ახლა ამას უპასუხეთ თუ მაგრები ხართ, აი ეს არის იმათი პოზიცია. სხვადასხვა მე რასაც ვაკვირდები ქოცური მედიიდან გამომდინარე, არც ისინი არ არიან ბოლომდე კმაყოფილები ამ დასკვნით, იმიტომ რომ ჭორაობის დონეზე დავიდა, მათაც მეტი წარმოდგენა ქონდათ, რომ აი თეატრიანი რამე სიზამდა. ქოცისთვისაც კი, აი რიგითი ქოცი რო წაიკითხა, აი სამარცხვინო დოკუმენტია, რომ ანუ ამის მეტი ვერ მოიფიქრეთო, აი ეს ადამიანს რო გაუჩნდება. ერთმანეთს ეჭორავდნენ და პარლამენტის ბლანკზე დაბეჭდეს და თქვეს რომ აი ეს არისო დასკვნაო. აი უფრო დეტალურად რომ ავხსნათ, მათ შორის თეა წულუკიანის პერსონიდან გამომდინარე, ეს არის ხო ეს ქართული ოცნების სახეა, როგორც ადამიანში გამოხატული ღვარძლის რაღაც წარმოუდგენელი დოზა, რომელიც ჩემი აზრით მხოლოდ იმისთვის მოღვაწეობს აქ, რომ რაღაცნაირად ნაციონალურ მოძრაობას ფეხი დაუდოს. მეტი მის დანიშნულება ხო არაფერი არ არის. მთელი ცხოვრება, ნუ ყოველ შემთხვევაში ბოლო 13 წელი შეალია იმას, რომ ებრძოლოს წითელ ფერს, 5 ნომერს და ყველაფერს, რასაც ნაციონალური მოძრაობის არათუ ლიდერი, არამედ მხარდამჭერი ეხება. აი ყველაფერს ებრძვის, ხო? აი უფრო მეტი რომ თქვათ, თვითონ აი ამ განზრახვაში რის გამოც ეს კომისია შექმნეს, გასაგებია 2003 წელი, გასაგებია 2008 წელი, მაგრამ ამის განხორციელების რა მექანიზმებს იყენებს თეა წულუკიანი აი ამ კომისიის დასკვნაში? თავდაპირველად დავიწყოთ თეა წულუკიანის რამდენიმე წლის წინანდელი განცხადებით, რომელიც გააკეთა ერთ-ერთ ჯუჯღიან ტელევიზიაში, პოსტ-ტივში. და პირდაპირ აქ განაცხადა ის, რაც არაერთხელ უთქვამს მანამდე მასაც, მისი გუნდის სხვა წარმომადგენლებსაც, პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომ მათი თავი ამოცანა არის, რომელიც საყვედურობს თურმე, რომ მიშაზე რატო ლაპარაკობ და მე მიშაზე ლაპარაკს არ შევწყვეტ და არც ნაციონალურ მოძრაობას. როგორც კი იდენი არ იქნებიან, მე ჩემ თავს ვერ ვხედავ პოლიტიკაში, მაგრამ რო არიან, მეც ვარ. სანამ ესენ ამათი დემონტაჟი და ბოლომდე განადგურება, ამას აი სულ არ მწვენი ამ სიტყვას, სანამ ამათი განადგურება არ მოხდება ბოლომდე, რა თქმა უნდა მე ჯარისკაცად ვიდგები და ნუ ვირტუალურ ხმალს ვიქნებ. არიქა, მეგობრებო, ვიფასო ნაცებო, გააქვს საშუალება. თვითგანადგურების რეჟიმი ჩართვით და მოხსნით თეატრულ. ეს ერთადერთი გზა, რომ მეც დავისვენო და მაკათაც, მაგრამ მე ვარ ამ გუნდის წევრი და ვიქნებ ამ ხმალს. მე მგონია რომ თავის გუნდის შიგნითაც დაასვენებენ ისეთი სამარცხვინო დასკვნა და ეს განცხადებაც სათარგმნია და ჩვენმა პარტნიორებმა საქართველოს მეგობრებმა უნდა ნახონ. მე ვიტყვი იმას, რომ ზოგადად პოლიტიკაში ძალიან საშიშნი არიან ადამიანები, ვინც თავიანთ ტერმინებში, პოლიტიკურ შეფასებებში მოწინააღმდეგების მიმართ, როგორც არ უნდა მოწონდეთ ის, ახსენებენ სიტყვა განადგურებას. და წულუკიანსაც და სხვებსაც არაერთხელ უხსენებიათ. ბიძინა ივანიშვილის სიტყვები გაიმეორა, ბიძინა ივანიშვილი რადარებიდან გაქრობა და რადარებიდან გაქრობა, ხო, რიტორიკის გადაწყობას როცა გვირჩევდა, რომ იმუქრებოდა, რომ თუ რიტორიკას არ გადააწყობენ, მაშინ პროკურატურასთან გრძელი რიგები არ დასრულდება და ასე შემდეგ, რაც თავდაპირველად შოქში გვაგდებდა ჩვენ ყველას და შოქში აგდებდა ჩვენს პარტნიორებს, როცა ესმოდათ აი ამათგან უკვე ხელისუფლებაში დემოკრატიული არჩევნებით მოსული ძალისგან ესეთი გამწარება, შურისძიების ესეთი ჟინი, როცა ისმოდა, ნუ ცხადი იყო საითაც წავიდოდნენ, არ ვიცი აქ ფსიქოლოგების სასახსნელიც არის ეს რა რითი არის ნასაზრდოები ასეთი გაბოროტება, მე დავთვალე და ამ 470 გვერდში ერთ ბრუნვაში სააკაშვილის გვარი აქვს მოხსენიებული 300-ზე მეჯერ და სხვადასხვა ბრუნვებში ხო სააკაშვილს ასე თუ დავზებნით ავა 1000-მდე პუტინი რამდენჯერ არის მოხსენებული? პუტინი არც იქნება საინტერესოა. ეგეც უნდა დავძებნო. იცით რა არის, როგორც მე ოკუპანტი რამდენჯერ წერია? ხო, ოკუპანტი საერთოდ არ წერია. ხო, ასეთ მნიშვნელოვან თემატიკას განიხილავდა, ხო და რო ვკითხო, რაღაცის გამოძიებით იყვნენ დაკავებულები, რაც ეხება ისეთ ძალიან მტკივნეულ თემას, როგორც არის 2008 წლის აგვისტოს ომი. ისეთ შეკითხვებს სვავდნენ ერთმანეთის მიყოლებით კომისიის წარმომადგენლები. გარდა იმისა, რომ შეპყრობილები არიან საქართველოს გამტყუნებით და მიხეილ სააკაშვილის გამტყუნებით, აი ესეთ
არაკომპეტენტურობას ავლენენ, ისეთ სასაცილო შეკითხვებს სვავენ, საერთოდ, აი, რაზე უნდა როგორ შეიძლება ეს ხალხი იჯდენი იქ, სადაც საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოცხადდა? ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, მუდმივი ხაზგასმა სუვერენიტეტზე, რომ ნაციონალური მოძრაობა თურმე არ იცავდა ამ ქვეყნის სუვერენიტეტს, არამედ აი კონსტიტუციაში ეგ ჩანაწერი, რომ საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო, რეალობაში მოიყვანა ნაციონალურმა მოძრაობამ და ასევე მნიშვნელოვანი რაც არის, რომ მუდმივი ხაზგასმა არალეგიტიმურობას. რომ თურმე 2003-შიც არალეგიტიმური იყავი და მე 2008-შიც არალეგიტიმური. 12-ში. საინტერესო მაგრამ ანუ თუ შევარდნაძეს არ გამოუწია გადადგომის ბრძანება. ესე იგი ის 9 წელი ხო ყოლი არალეგიტიმური ხელისუფლება და ამათ რომელი არჩევნები მოიგეს? არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ დანიშნული არჩევნები მოიგეს. 2008 წლის არჩევნებთან დაკავშირებით სულკენ მერთხელ თქვა, ჩემი შინაგანი რწმენა არის ესეთი და ვერაფერი ვერ გადამარწმუნებს ამაშიო, რომ მაშინ ლევან გაჩეჩილაძემ მოიგო. გვერდზე უზის სოზარ სუბარი, რომელმაც როგორც სახალხო დამცველმა აღიარა არჩევნების შედეგი. კი ბატონო და ვარდების რევოლუციის აქტიური მონაწილე იყო სოზარ სუბარი. ჩვენ ერთად ვიდექით მაშინ აი ისტორიულ აქციებზე და სოზარ სუბარი იყო, რომელიც ამ ხალხის მასასთან ერთად კანცელარიაში შევიდა და მე მახსოვს ტრაბახობდა იმ დროიდან სკამები თუ რაღაცები გადმოყარეოდა. აი ეს აწერს ვარდების რევოლუციის აქტიური მონაწილე, ვარდების რევოლუციას ახლა აწერს ხელს, რომ იყო სახელმწიფო გადატრიალება. რა არის, რომ ფაქტიურად ამ დასკვნით წულუკიანმა ბიძინეევანიშვილსაც დასდო ბრალი გადატრიალებაში, იმიტომ რომ თუ გავიხსენებთ კონკრეტულ ინტერვიუებს ბიძინეევანიშვილის, ის ხშირად ამბობდა, რომ ეხმარებოდა ამ 2003 წლის ვარდების რევოლუციაში, მერე ხელისუფლებას ეხმარებოდა, აქებდა მიშას მართლობის პირველ წლებს და მხოლოდ 2008 წლის მერე გადაწყვიტა თურმე ოპოზიციაში წასვლა, მას შემდეგ რაც პატარკაციშვილი აღარ იყო მეორე რუსი ოლიგარქი უკვე პოლიტიკურ ავანსცენაზე რუსეთის მხრიდან, მაშინ გადაწყვიტა. ანუ ფაქტიურად სოროსის სახელს აფინანსებდა. ჯორჯ სოროს ხო შეხვდა 2000-ში. ამ ხრივ საინტერესოა ეს აბსურდული გადატრიალების, ასე ვთქვათ, ბრალდება, ჟღერდება. ივანიშვილი თუ დაკითხა ამ პროცესში როგორც თანამონაწილე და ნუ ხო ასლანზე ხო ცალკე არის რომ რეჟიმი დაამყარა. მაშინ როდესაც ყველამ ძალიან კარგად ვიცით რა რეჟიმი იყო თავად რუსული სამხედრო ბაზით გამაგრებული ასლან აბაშიძის მიერ დამყარებული, როდესაც საქართველოს მოქალაქეები პირადობის მოწვევები და პასპორტ კონტროლს გადიოდნენ, რომ ჩოლოქის საზღვარი გადაეკვეთათ. აი ეს რეალობა არის და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ იყო მარტო ისტორიის გადაწერის ცდელობა და ისტორიის გადაწერა. ეს იყო ღალატის კომისია და ღალატის კომისიის ქრონიკებს ვადევნებთ სამწუხაროდ. და რომ დავასრულო აზრი გავწყვიტე არაკომპეტენტურობაზე ლაპარაკობდი. მართლა ისეთი სასაცილო შეუძლებელია სერიოზულად დავიწყოთ მსჯელობა იმ ყველაფერზე, რაც აქ წერია. მართლა ასავალ-დასავალის ციტატები არის მოტანილი რაღაცის მტკიცებულებად. აი, ომთან დაკავშირებით ახლა ესეთ მნიშვნელოვან თემას განიხილავდნენ, არანაირი მომზადება, თითქოს ამ ქვეყანაში არ უცხოვრიათ, არანაირი წინასწარი მომზადება არ ეთყობოდა არ წულუკიანს, არ დანარჩენებს, რომ რაღაცა ისეთი ადეკვატური შეკითხვები დაესვათ. ზაზა გოგავა შეკითხვა დაუსვა წულუკიანმა ესეთი რომ თქვენო როგორც ამ სისტემაში ხო მთავარსარდალიო მანამდე ვარდების რევოლუციის მერეც იყავითო ამ შეერაღებულ ძალებში შინაგან საქმეთა სამინისტროში როდისო შეატყვეთო რომ ციტატა მომყავს ზუსტი საქართველოს ცის თავზე შავი ღრუბელი იკვრებოდა. აი ამაზე სერიოზულად როგორ უნდა უპასუხოს იმ და სიტყვებს ვერ ამბობს რომ რუსეთის ფედერაცია გეგმავდა სამხედრო აგრესიას. ხო, ზაზა გოგავამ უთხრა, როდის მთელი საუკუნეების მანძილზე იყო საქართველოს ცაზე შავი ღრუბელი და კონკრეტულად რას გულისხმობთ? საზოგადოებისთვის რო ვთქვათ, აი 5 მოწმე რასთან დაკავშირებითაც მათ აქვთ სტრუქტურა აშენებული და აი 5 მოწმის სახელი და გვარი, შემთხვევითობის პრინციპით ვთქვათ, ვისი ჩვენებებით ასამართლებენ არათუ ნაციონალურ მოძრაობას, არამედ ქართულ სახელმწიფოს. აი რა ადამიანების ჩვენებებზეა საუბარი. ყველა სხდომაზე იყო მიმართვა ახალგაზრდების მიმართ და ზიზღნარები. და პირდაპირ არის დაუმალავს თეატრულუკიანს ბევრჯერ თქვა, რომ ეს კომისია პირდაპირ ეთერში გადაიცემა იმის გამო, რომ იქ ზაბნეულმა ახალგაზრდებმა, რომელიც საქართველოს ევროპულ მომავალს იცავენ, გაიგონ ვის გვერდით დგანან. და იყენებდნენ ზოგიერთი ოჯახის ტრაგედიას
პირად ტრაგედიას იმისთვის, რომ მათ ეს ტრიბუნა გამოეყენებინათ და მიემართათ ახალგაზრდებისთვის. დააფიქრდით თქვენ იქ რას აკეთებთ. ვის გვერდით გახართ, ხახო. იცით, რა კარგი მთავრობა ყავს ჩვენ. და შეგაწოდენ მაპატიალი, მოწმეებსაც ავალდებოდნენ. მოწმეებიც იგივე სიმრავლეა. დავალება დავალება შესვადენ ამ კითხვას. აი რას ეტყოდით ახალგაზრდებს. საგამოძიებო კომისია აი რაღაც კონკრეტული საქმის პერფორმანსისთვის შეგადი არაფერთვის არ შეგვიძლია. ამ საქმესთან რა კავშირშია პროტესტი, რუსთაველი და ახალგაზრდები. თუ ეს თავიდან ბოლომდე პროპაგანდისტულ მიზანს არ ემსახურება. ალიკ, მე დამშთა საბერძნელება რომ ეს მოწმეები წინასწარ ყავდეთ მეზობლებს. სახელები და გვარები რა ხალხია საუბარი. იმიტომ რომ ხშირად აი სახელი და გვარი უკვე მიანიშნებს რა პროცესი იყო ეს. ფოთის ყოფილი მერი ესეთი. დავით კანთარია, ვინმე დავით კანთარია, რომელიც ორჯერ იყო დაკავებული წინა ხელისუფლების დროს და თვითონ ხსნის თავის დაკავების მიზეზს. პირველზე დამაკავეს, იმიტომ რომ მეო მოსახლეობას გავეცი და ხმარებები კომისიის გვერდით ავლითო, ანუ კანონი არ ღვიეო, თვითონ ყვება. და მე ამბობს, მეო ეხლაო, როგორ გონიათო თქვენო? არ უყოფილვარ რომ მამა აბრანის ბატკანიო. მე ხელფასზე არ მიმუშავია, რაცო? არ მიცხოვრია მე ხელფასზეო. ეს იმას არ ნიშნავსო, რომ მე ბიუჯეტს ვიპარავდიე პირდაპირ. მე 400 ლარიანი პენსიით, ეხა სულელი დაიჯერებს მაგას მარტო, რომ მე 400 ლარიანი ხელფასით უბრალოდ ოჯახს ვარჩენდიო. კიდევ იყო ესეთი ვალტერ შაკაია, რომელიც არც თანამდებობის პირი იყო, არც არავინ, უბრალოდ ამბობს, რომ ბიზნესი დაუტერორეს, წაართვეს, გაუნადგურეს. ყვება, რომ დევნილობიდან ჩამოვედი რიყის ტერიტორიაზე გამოვიარე, იქ ვიღაცას რესტორანი ჰქონდა აშენებული, ერთი მეორე, მუსორი, ეგა ძალიან მნიშვნელოვანია. მუსორისგან გაათავისუფლა რიყის ტერიტორია და 2000 კვადრატული მიიზომა, თითქოს ბაბუამისმა დაუტოვა ეს ქონება მემკვიდრეობით. და როდესაც სახელმწიფო შეიქმნა, იმ ადამიანთან მივიდნენ და მოკითხეს, საიდან ეგ ყველაფერი შენ? საიდან მოიტანე, რატო არის შენი? და უკანონო იყო და მისი რო არ იყო. ამის გამო რომ სამართლიანობა აღედგა, თურმე მიშა სააკაშვილი ციხეში დაიჯდეს. პუტინი უნდა სამართლებდეს და ნაციონალური მოძრაობა უნდა აიკრძალოს და არათუ აიკრძალოს, ყველას ვინც აქ ვართ, სხვა პარტიაში გაწევრიანების უფლება არ გვაქვს და ახლის გაკეთების უფლება არ გვექნება. არ მივა თავისთავად და იყო კიდე თამას წულაია. რომელიც ყვება ესეთ რაღაც საოცარ ისტორიას, რომ მას წაართვეს თურმე უნივერმაღი ერმგური ზუგდიდში. მერე ამ შენობაში ხელისუფლება ჩადიოდა უკანონობას, რა უკანონობას ჩადიოდა ამაზე მას ინფორმაციას აწვდიდა ქალი, ვიღაც ქალი. მაშინდელმა კუდმა გაიგო ამ ქალის მინაობა და მოწამლა. ოღონდ როგორ მოწამლა? თურმე სადარბაზოში, სადაც ეს ქალი ცხოვრობდა, შეასხეს რაღაც სითხე. ამ ქალს ამ სითხის გამო განუვითარდა ინსულტი და მოკვდა. ჩვენ რომელმა ჭკუამტყოფელმა ეგ უნდა დაიჯეროს, მაგრამ იმ სადარბაზოში მარტო ეს ქალი ცხოვრობდა, ან იმ ოჯახში მარტო ეს ქალი ცხოვრობდა, ხო, აი ესეთი წარმოდგენა აქვს თავენ მხარდამჭერებზე, რომ ამას დააჯეროს. კი, ზუსტად ეს. მეგონი მისი მათი მხარდამჭერები უნდა აღშფოთენ, ყველაზე მეტად აი ამით, ამ ერთი იყო კომპეტენტურობის ნაწილი და ეხლა შინაარსობრივი კვალიფიკაციაზე კი არ არის საუბარი. ერთ-ერთი პირი, ვინც იყო დაბარებული კომისიაზე, იყო გორის რაღაც ბაზრობის დირექტორი, რომელიც მას თქვა, რომ ციკლაური ჯემალი. რომელმაც თქვა, რომ დააკავეს 2004 წლის თებერვალში, ანუ ხელისუფლება 2 თვის შეცვლილია. და ედავებიან ბოლო 4 წლის განმავლობაში ბიუჯეტისთვის გადასახადების დამალვას. და მან თქვა, რომ ეთქვათო კაცო ეგო, რა პრობლემა იყო თვეში 800 ლარით გადახტაო, როცაო გუბერნატორების შენახვა მიჯდებოდა 15-20 ლარი თვეში. ამათ რომ მიშას დროა, ქრთამი ახსენეს, გუბერნატორები ახსენეს, აი ხალხებით გამოიჭირეს წინა ხელისუფლება. და შეაჯდნენ ამ ტიპს. თქვიო ეხა გინდა არ გინდაო შენო, რომელ გუბერნატორს უხდიდი ხელფასო? ქრთამს. ანუ ყურე 2004 წელს დასაწყისში ხელისუფლებაში მოსულები არიან 2 თვის. ბოლო 4 წლინანზე დავებიან და ის ვერ მოტვინეს, რომ სხვა ხელისუფლებაზე იყო საუბარი და იმან თქვა, ციკლაურმა პირდაპირ თქვა, რომ არა,
მე მიშას მოსვლამდე ხდებოდა ეგ ყველაფერი გადუმდე იმიტომ რომ ვერ მიიგეს ის მოსვლას ამ დროს რეაქციები აქვს თქო მაგარი დავამატოთ თუ შეიძლება რა ძალიან მნიშვნელოვანი არის ორი სახელდაგვარის დამატება პირველი რაზე მთელი საქართველოს აღშფოთდა და აფრასიძეები ანუ უბრალოდ მათი პოზიციონირებისთვის მნიშვნელოვანია დავინახოთ ვინ არის მათთვის ჭყალებში კარგი და ვინ არის ცუდი ხო ანუ აფრასიძეები იყვნენ კრიმინალური ოჯახი რომელიც შიშის ზარს ცემდა თელ სვანეთს ანუ ეხლა რო სვანეთში ბღუჯაო ის ხუმსიშვილი რომ და ბღუჯით ქეში ქონდაო ბუჟგულშიო ქალსო იმიტომ ქონდა იმ ქალს ბღუჯით ქეში უშგულში რომ აფრასიძეების ოჯახი ვეღარ ატერორებდა ხალხს გზა გაიყვანეს ტურისტი შევიდა და ასე შემდეგ ხო მანამდე ანუ უბედურებას ატრიალებდნენ და როდესაც აფრასიძეები მოიყვანეს და რაღაც ლამის პედესტალზე დააყენეს წამოვიდა ხო ათობით ისტორია წამოვიდა რომ ეს მოკლეს ეს გაოპატიურეს ეს გაიტაცეს 21 წელი რა სიმართლეც პირადად გიორგი ბარამიძემ და ნაციონალურმა მოძრაობამ ვერ დაამტკიცეს 21 წლის თავზე წულუკიანმა მოახერხა და საზოგადოების მზაობაა დღეს იმ ჩაგრული ოჯახებისაც რომ ყველანაირი სიმართლე გამოაშკარავდა. მეორეც ვახსენოთ თუ შეიძლება საქართველოს უნივერსიტეტის წინააღმდეგ აი ეს რაღაც ავადმყოფური კამპანია აქვს ისევ აი იმ რაღაც შინაგანი ბოღმიდან და ღვარძლიდან გამომდინარე მიშას და მიშას ოჯახს მოდი ესეც ითქვას რა ეს ღვარძლი და ბოღმა სუფთა ფსიქოლოგიის ენაზე რო ვთქვა საკუთარი თავისი ძულვილიდან მოდის ანუ ისინი ეტოლებიან ვიღაცას ვისთანაც არა აქვს შანსი გამარჯვების და ამდენად უფრო ზულთ ის მაგრამ სინამდვილეში საკუთარი თავი წულუკიანს ზულ საკუთარი თავი იმიტომ რომ იცის რომ ვერასდროს ვერ შეძლებს დაეტოლოს იმ 9 წელს ვერაფრით აბსოლუტურად ხო აი ადეიშვილის კაბინეტში შევიდა და იმის მერე იმის გარდა რომ ნაციონალობის ხელისუფლებას ებრძვის მართლა არაფერი არ უკეთებია. არაფერი არ უკეთებია. სამშენებლო ნაგავი გაიტანა. სამშენებლო ნაგავი გაიტანა იმიდან ჩარჩენილი ისიც ალბათ იმიტომ ვერ გაიტანეს რომ ივანიშვილი მოვიდა ხელისუფლებაში თორე რა ვიცი სამშენებლო ნაგვის გატანა რა გახდა ამ ხელა იუსტიციის სახლი ჩადგეს. საქართველოს უნივერსიტეტზე უნდა ვახსენოთ შემდეგი რამ ანუ არ მთავრდება ის მითი რომ თითქოს ერთლარად ვიღაცამ რაღაც ჩაიგდო ხელში. სინამდვილეში ამის მოწმედ ყავთ ეგრეთ წოდებული გპ-ის რექტორი, რომელიც არის სამგზის ნასამართლევი, რაგვარია სამგზის ნასამართლევი ტიპია, მათ შორის საქართველოს და წინა ხელისუფლების დროს კი არა, აი სადღაც რუსეთში ძალადობრივ დანაშაულზეა ნასამართლევი. ეს კაცი, რომელიც აი მართლა ნაფტალინს და სიმყრალეს ასხივებს, ლაპარაკობს კოკათოფურიაზე, რომელმაც შექმნა საქართველოში ყველაზე წარმატებული და მე მგონი კავკასიაში ყველაზე წარმატებული კერძო უნივერსიტეტი. უბრალოდ დასხედით მოусმინეთ ამ ადამიანს რას ლაპარაკობს ეს ადამიანი იყო შევარდნაძის ხელისუფლების დროს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე დათო მირცხულავას მოადგილე იყო დავით გოგებიძე იმ პერიოდში როდესაც მთელი ქვეყანა ჩაბნელებული იყო ხო ეს ადამიანი დღეს კითხულობს მორალს და მეორე იმის კომისიაზე წარმოადგენელი კოპალიანი რო ქართული ოცნების პარლამენტის წევრი თავის დროს. და ეს ბოდიში უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, აი გაგებით, გამოვიყენოთ იმისთვის, რომ საზოგადოებას კიდევ ერთხელ დავანახოთ, ვინ არიან მათი გმირები და ვის ებრძვიან. ცოტა უკანაც რო გავიხედოთ, ეხლა რომა შამათავას საქმეში ხალხო პროკურატურას მტკიცებულებად ედო ბაღაფშის საგაზეთო ინტერვიუ. საქართველოს მტერია, ხო ეს ბაღაფში არის საოკუპაციო რეჟიმის მარიონეტი ლიდერი იყო მაშინ და იმისი საგაზეთო ინტერვიუ ჩადებული აქვს ქართველი სპეცრაზმელის წინააღმდეგ საქმეში პროკურატურას. მეორე შემთხვევა ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ პროცესზე ასევე პროკურატურა მოსკოვიდან ჩართოს სკაიპით, არა, კანონიანი ქურდი არა, ამ შემთხვევაში FSB-ს პოლკოვნიკი ვინმე ჩაპლიგინი. დაუჯერებელი რაღაცაა, ხო, ანუ მტეს რთავ შენი მოქალაქის წინააღმდეგ პროცესზე როგორც აი ობიექტურ, ანუ წარმოიდგინეთ, როგორც წარმოგვიდგენია. ეს ყველაფერი ჩვენ შინაარსში რო არ შევიდეთ, ხო, ლეონმა ახსენა და აბსოლუტურად ვეთანხმებ სამართლებრივად რომ მიუდგე, ნუ ეხლა ეს სამართლებრივი კრიტიკას არ ექვემდებარება, იმდენად არაფერია, ხო, მართლა ასავალ-დასავალი არის, გადაკატავებული და რა დასკვნა აწერია, მაგრამ სამართლებრივამდე ვერც მივდივართ ვინაიდან ყველაფერი რაზეც არის ჩარჩოც გარყვნილებაა, ხო, ანუ პირდაპირ რუსული დავალებაა. და რაზეც ეფუძნება ხო ანუ შესრულებას და ეს ადამიანები ხო აი სათითაოდ რომ მივყვეთ არამხოლოდ მიუღებელია და დისკვალიფიკაცია უნდა გქონდეთ ასეთი ტიპის მოწმეებს არამედ აი სამაგალითოდ
ანტიქართული მოვლენაა ყველა, ზოგი კორუმპირებულია, ზოგი ხურდული სამყაროდან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სოფობედიას ქმრის დონეზე დაიყვანეს, აი ქოცისთვისაც კი, აი ქოცისთვის, რომელსაც აქვს ზღვარგადასული სიძულვილი ნაციონალური მოძრაობის, თუ აი ოდნავ აზროვნებს, იმისთვისაც კი ეს იქნებოდა, რომ ეს რა უბედურებაა. ანუ იმასაც ხო სხვა პრეტენზია აქვს, რომ აი თეა მაგრად შეფუთავდა და რა სამარცხვინო, იმ დონეზე სამარცხვინოა, რომ სამთავრობო მედიას რომ მოусვინოთ, ამ კომისიის დასკვნაზე არავინ არ ლაპარაკობს, არავინ ამ კომისიის დასკვნიდან არაფერს არ ციტირებს, სიუჟეტებს დამალეს და სხვათა შორის ის ერთ-ერთი კადრი და კლიპი ჩვენ გვექნება დღეს ეკა გვაჩვენებს ამას რუსთავი ორზე ყავდათ თეა წულუკიანი ამ მოხსენებით. იმ დონეზე ყავთ დაქვეითებული ქალბატონი თეა და მის უხარისხო ნაწარმი, რომ თავარს პროპაგანდისტულ არხსაც, ანუ იმედზეც აღარ სვამენ. აი ეკა კარგი იქნება თუ სანამ შემდეგ სათქმოს იტყოდი, აი რუსთავი ორზე მოვისმინოთ თეა წულუკიანის, სოზარ სუბარის და ვინმე სამხედრო ექიმის ბატონი ქოიავას. არა, ქოიავა აქ ქოიავა არ იყო. აი რუსთავი ორის ვიდეოში იყო. არა, ეგ სხვა ინტერვიუ, აი რუსთავი ორზე, რაც გამოიტანა დასკვნა, თავის დასკვნიდან დასკვნა გამოიტანა, აი რისთვის აპირებს ნაციონალური მოძრაობის აკრძალვას. ვარდების რევოლუცია სახელმწიფო გადატრიალება იყო და არა რეალური რევოლუცია. ასევე 2008 წელს, როდესაც ნაციონალურმა მოძრაობამ ისე დაალაგა არჩევნების შედეგები, როგორც მას აწყობდა, ესეც რა თქმა უნდა კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული ქმედება და უკვე 2012 წლიდან დღემდე ჩვენს დასკვნაში ფაქტებით უტყუარი ინფორმაციებით არის მოყვანილი მრავალი მცდელობა ნაციონალური მოძრაობის. ნაციონალური მოძრაობიდან წასული სხვა პოლიტიკური აქ უკვე ლაპარაკობს ომის პროპაგანდას გვაბრალებს და მუდმივად კონსტიტუციური წესრიგის დარღვევის მცდელობას. სანამ გააგრძელებ ეკა, აი ამას უნდა გაუსვათ ხაზი. ამ ხალხმა სახელმწიფო დანაშაულად გამოაცხადა და ღალატად გამოაცხადა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე საუბარიც. ანუ ნაციონალურ მოძრაობას და მიხეილ სააკაშვილს ასამართლებენ იმის გამო, რომ როგორ ბედავდი და შენ ახსენებდი ცხინვალს და სოხუმს. ეს ყოფილა დანაშაული. ამის აღხსენება თავის საუბრებში. მანამდეც რომ ისი სიცოცხლის არა მე მიუხედავად იმისა, რომ არ მოვსწრები ვარ იმ დროს და არ მიცხოვრია შევარნაძის დროინდელ საქართველოში, რასაც ვისმენ სოციალურ-ეკონომიკურად კატასტროფული მდგომარეობა იყო, მაგრამ ქართულ ოცნებას ვერ შევადარებ შევარდნაძესაც კი. ეს კიდევ უფრო სხვა მასშტაბი არის ამ ქვეყნის ნგრევის და ღალატის, იმიტომ რომ ერთია, როდესაც ადამიანს და მოქალაქეს უპირისპირდები, მაგრამ მეორეა, როცა ადამიანს, მოქალაქეს და პლუს ქართულ სახელმწიფოს უპირისპირდები. და ეს არის ქართული ოცნება. ჯერ ანგრევს სახელმწიფოს და იმ ნანგრევებში მე თითოეული ჩვენგანი ყვება. რომ დავბრუნდეთ 2008 წლის ომის თემას. აქ კატასტროფულ ბრალდებებს აქვს ადგილი, ცრუ ბრალდებებს და ერთ-ერთი მინდა მოვისმინოთ იგივე რუსთავი ორის აი ამ გადაცემაში სტუმრობისას რა თქვა წულუკიანმა. შესაძლოა და არის გამორიცხული, რომ ნაციონალურ მოძრაობას პირიქით აწყობდა უფრო მეტი მსხვერპლი სამოქალაქო მოსახლეობაში, იმისთვის რომ შემდეგ საერთაშორისო ასპარეზზე ეთქვა, ნახეთ, რამდენი მსხვერპლი ყავს, მე ვარ მართალი და ასე შემდეგ. ანუ რა რეაქცია უნდა ქონდეს გარდა არა უნდა თქვა უნდა უპასუხო ახლა ამას და რა არგუმენტი უნდა მოიშორო იმდენად ამორალური განცხადება არის იმდენად მახინჯი განცხადება არის რომ თავმოყარი ადამიანს გული შეუწუხდება რომ ამაზე რომ რა პასუხი უნდა გასცეს პროკურატურაში უნდა შეგეტანა საქმე სამშობლოს ზუსტად საკუთარ თავს აბრალს საკუთარ პოზიციიდან ლაპარაკობს მაგრამ შეიძლება იმ მომენტში ესე ეკითხა და იქიდან არის სპეციალურად ესე იგი აწყობდა თურმე მაშინ ხელისუფლებას ერთ-ერთი თემა ის დაასახელა რამდენიმე თემაზე აფეთქდა ეს კომისიის საქმიანობის მიმდინარეობისთვის და ერთ-ერთი თემა სწორედ 2008 წლის ომის და ანწუხელიძის თემა იყო, როდესაც საზოგადოებისგან მკვეთრი უარყოფითი შეფასება მიიღეს და მოუწიათ მე რიტორიკის შეცვლა. და მე თუ დასკვნაში მათ ეგრეთ წოდებულ დასკვნაში ასახული აქვს, რომ თურმე გადაიტანეს პოლიტიკოსები. ხო, გამიჩნდეს. აი პოლიტიკოსები
ჩაერიუნენო სამხედროების საქმიანობაში, იმდენად მძიმე შედეგი მიიღეს შეფასებისას და ეგ დასმა საიდან მოაქვთ? ეგ ხო თავიანთ ნარატივია, თორე სამხედროები, რომლებიც ანუ გენერლები მივიდნენ და ამბობდნენ, რომ ჩვენი გეგმით მოქმედება, მაგრამ თხოვდნენ რომ მიშას დაადეთ ხელიო და გენერლებმა თქვეს რეალობაში რაც იყო, ხო, რა გეგმითაც მოქმედებდა და თავს როგორ ისაუბრა. რა კაცი გამოაგორეს? და გამოაგორეს სამხედრო ექიმი, რომელიც თურმე რაღაცა სამხედრო ექიმს გენერალური შტაბის თათბირზე ვინ დაიბარებდა ან ვინ გააჭაჭანებდა საერთოდ და აი ამ სამხედრო ექიმის დასკვნის საფუძველზე ეხა უნდათ რომ ბრალდებები შეთხზა. იცი რაც მომაქციოთ ყურადღება რომ ეს მოწმეები აი ესეთ მსხვილ თემებთან დაკავშირებით რაც მოვისმინე ომზე განსაკუთრებით ომთან დაკავშირებით და არა მარტო ომზე ვინც იყვნენ იქ წარმოდგენილები კოდორის ოპერაცია აინტერესებდათ მაგალითად იგივე ცხინვალში ეს შტურმი როცა იყო ჰუმანიტარული ამასთან დაკავშირებით ქარელი და სხვები ერთმანეთის მიყოლებით ან არიან კონკრეტულ მძიმე ფინანსურ ეკონომიკურ დანაშაულებებზე თავის დროს დაკავებულები და გასამართლებულები აღიარებულები აქვს დანაშაული მაგალითად მიშა ქარელს აღიარებული აქვს ბრალი რომელიც წაუყენეს როცა დააპატიმრეს 2007-ში ქრთამის არაერთგზის აღებასთან დაკავშირებით მე გადაიხადა გირაო მიშა ქარელის ციტატა კომისიაზე დასკვნაში ამბობს მე მგონი ამოჭრილიც არის და სოციალურ ქსელში სტრიალებს რომ მეო ჩემი თავიო წინა ცხოვრებაში ჰიტლერის თანაშემწედ გრძნობო თავს ვიყავიოთ ჰიტლერის თანაშემწე ასე მგონიაო და ამიტომ აი ამ ბრალდებებშიო მოგეხმარებით და ჩემი იმედი გქონდა მე ციკლაური რო ვახსენე გორთან დაკავშირებით და წარფრეს ხათაშორის შეკითხები არ ფიგურანტი რასაც ეს ადამიანი ასახელებს რომ განა ვინმე სხვამ წაართვა კაცო და მიშას კი არ ადებს ვინმე ამბობს რომ ეს იყო მიშა ქარელი რომელსაც ჰქონდა პირადი შურიზება ჩემს მიმართ ამ ადამიანის ჩვენების შემდეგ დაბარებული ყავდათ კომისიაზე მიშა ქარელი და მიშა ქარელს ამ საქმეზე ერთი კითხვა არ დაუსვამს მაგრამ აქ კიდე მთავარი ამბავი ის არის რომ თავის დროზე როცა სახალხო დამცველი იყო სოზარ სუბარი თავის ანგარიშში აქვს შეტანილი ამ ციკლაურის ჩვენება ციხეში როცა იყო რომ ციხეში ემუქრებოდაო კიდეო ოჯახის რაღაცა მიშა ქარელიო მაგრამ ამ ყველაფერს ამ უბედურებას რომ თავი გავანებოთ ამ მიშა ქარელის გარშემო თვითონ ავუხსნათ ქოცების მხარდამჭერებს აი როგორ რად მიაჩნია ისინი თვითონ ამ რეჟიმს სულუკიანს ივანიშვილს და ვინც არიან ამ კომისიაში წარმოადგენლები და იმის იქით კიდე რომ რატომ თვლიან აი ასეთებად რომ ასე შეუძლიათ მოატყუონ ხო შეიძლება იქ ვიღაცამ რაღაცები გაიხსენოს არის ინტერნეტი და ინფორმაცია ხელმისაწვდომია მიშა ქარელი იყო სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლში 2004-2007 წლებში და იყო ძალიან აქტიური მონაწილე ერგნეთის ბაზრობის დახურვის ახლა ეს ერგნეთის ბაზრობა რაც იყო ყველას კარგად გვახსოვს კონტრაბანდის კრიმინალის გამოცხადდა რომ აი ეს ლონდონის საფონდო ბირჟა დახურა გეგონება მიშა და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ამ ერგნეთის ბაზრობის დახურვა რაც დაუდასტურა სხვათაშორის ზურაბ ნოღაიდელმა ისიც ყავდათ მოწმე თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა და ნუ არ დაიხია უკვე და უთხრა რომ ეს ბაზრობა იყო დასახური მოკლედ მიშა ქარელს კითხეს აზრი ამ ერგნეთის ბაზრობასთან დაკავშირებით და მოусმინოთ ისე წარმოაჩინა ამ ბაზრობის დახურვა რომ ეს იყო მიხეილ სააკაშვილის ბრალი თვითონ არ იყო თვითონ წინააღმდეგი ყოფილა იმ დროს ერგნეთის ბაზრობის დახურვის და აი მისთვის მოულოდნელი იყო და არასასურველი როცა მოისმინა სააკაშვილისგან სააკაშვილო პირადად გამოაცხადა უკვე პირადად მე მითხრა რომ უნდა დაიხუროს უნდა საერთოდ გაუქმდეს საერთოდ ერგნეთის ბაზრობის გახსენება აღარ უნდა და ასე შემდეგ მისი ჩვეული ასე თქვა რიტორიკით და ნუ პრეზიდენტის გადაწყვეტილება იქნა შესრულებული იმ კუთხით რომ ერგნეთის ბაზრობა სრულიად დაუკვირდა ხო, აქ ისიც თქვა რომ ნოღაიდელი ამბობს რომ ჩემი გადაწყვეტილება ჩემთვისო მოულოდნელი იყო ესო მიშასგანო ამის მოსმენა რომ საერთოდ უნდა დაეხურათო და მე სპეციალურად დავძებნე 24 საათში 2005 წლის ინტერვიუ მიშა ქარელის აკითხებიან სწორედ ერგნეთის ბაზრობის დახურვასთან დაკავშირებით და პასუხობს ერგნეთის განადგურება პირადად ჩემი ინიციატივა იყო დახურვას კი არ ახსენებს სიტყვა განადგურებას ახსენებს შემდეგ აგრძელებს უყურეთ სიცოცხლის ფასადას რომ დამჯდომოდაო აქ ამბობს მე მქონდა გადაწყვეტილი სიცოცხლის ფასად რომ დამჯდომოდა ადგილი რომელსაც საქართველოსთვის უბედურობა მოჰქონდა კრიმინალების ბუდე სადაც ხდებოდა ნარკოტიკებით იარაღით გატაცებული მანქანებით ვაჭრობა და რომელიც გატაცებული ადამიანების გამოსასყიდის ადგილი იყო განადგურებულიყო სიტყვა განადგურებას ახსენებს მასაც უყურს ეს სიტყვა განადგურება ამ განცხადებაში მე მგონი ყველა უერთდებით და სწორი იყო რომ ის
მე არ მოვსწრები ვარ იმ დროს, მაგრამ რაც არის დოკუმენტური მტკიცებული. ხო, ერთი დიდი ხრელი იყო ქართულ ეკონომიკაში, ხო. კრიმინალები, აქციზი, გადასახადები არ შედიოდა, ნარკოტრაფიკი, უბედურება ხდებოდა და გეგონება მართლა ის დახურა რა. ხო, ამას Times Square იყო. ასაღებს ისე რომ რაღაცა ურთიერთობა უწყობდა ხელს და წულუკიანი აი ამ ნაწილში ომის წინა პერიოდს, წინარე პერიოდს ეს ახსენებს ხოლმე სიტყვა უყვარს, როცა მიმოიხილავს ხოლმე სულ ხას უსვავს რომ თითქოს ნაციონალურ მოძრაობამ და მიხეილ სააკაშვილმა ამ წინა წლებში ომამდე მთელი ყველანაირი სამშვიდობო პლატფორმები მოშალეს და არაფერი არ გაუკეთებიათ ამ შერიგებისთვის, რეინტეგრაციის სამინისტროს ერქვა რეინტეგრაციის სამინისტრო და ამათმა სახელი გაუქმეს. ამაზე უფრო მეტი რო ვთქვათ, მიშას სამშვიდობო ინიციატივებზე და ომამდე რასაც მიშა დიპლომატიური გზით ცდილობდა რომ ეს ერთ დავამატებ ერთ ფაქტს და ლევანმა გააგრძელოს შემდეგ ამასთან დაკავშირებით ესეც სანაკოევის ადმინისტრაციის შექმნაც განიხილეს სუვერენიტეტის ხელყოფის მცდელობა თითქოს ამით ხელფეხი გაუხსნეს რუსეთს რომ ისე ხო არ დაიპყრობდა იმ სოფლებს და აი ამან გაუხსნა ხელფეხი და რადგან ამბობს რომ ეს სანაკოევის ადმინისტრაციაც იყო დროებითი ადმინისტრაცია არასამშვიდობო პლატფორმა ჩვენ გვახსოვს რომ ეს ადმინისტრაცია შეიქმნა სწორედ ჰუმანიტარული საქმიანობისთვის და იქ ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებისთვის და ამ ფარგლებში, აი ამ პროექტის ფარგლებში, მაშინ თბილისში 2007 წელს ამოქმედა ოსი ხალხის კულტურის და ხელოვნების ცენტრი თბილისში ვერის ბაღში გაიხსნა. არა მარტო თბილისში, ჩვენ გავიხსენოთ, ეხლა რეალურად რა ხდებოდა. ქართული ოცნება და წულუკიანი ცდილობს, რომ წარმოაჩინოს თითქოს მიხეილ სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობა ემზადებოდა ომისთვის. არამედ მილიტარისტული პირიქით იყო, პირიქით. რომ გავიხსენოთ, როგორი სახელმწიფო პროგრამები ხორციელდებოდა ცხინვალის მიმდებარე სოფლებში, არა მარტო ქართულ სოფლებში, არამედ ოსურ სოფლებშიც. კინოთეატრის გახსნა, პარკი, კაფეების გახსნა, ამაზე სიუჟეტებიც არსებობს, სატელევიზიო ჩანაწერებიც არსებობს, უნდა ამოვიდეთ არქივიდან. ხო, მშენებლობის პროცესი დაიწყო, გზები გაიყვანეს, ასფალტის დაგება მოხდა და რეალურად რუსეთმა რომ დაინახა საფრთხე, რომ აი ამ სამშვიდობო ინიციატივებით, ამ ეკონომიკური, კულტურული პროგრამების განხორციელებით მართლა შესაძლებელი ყოფილიყო, იმიტომ რომ ოსებიც კმაყოფილი იყვნენ ამ პროექტების განხორციელებით, მათ შორის სანაკოევის მონაწილეობითაც და ინვესტორებმაც შუამავლობის მეშვეობითაც ხდებოდა ადამიანების დაახლოება და ამ ერთობლივი პროექტების განხორციელება, ამიტომ გადავიდა შემდგომ უკვე რუსეთი და პუტინი ძალისმიერი მეთოდების გამოყენებაზე და დაპირისპირებაზე და სამხედრო ძალის გამოყენებაზე, თორე რეალურად იქ სხვა პროცესები მიმდინარეობდა მშვიდობისმიერი ურთიერთობის დაალაგების თვალსაზრისით. ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი უნდა გავიხსენოთ ასევე ვარდების რევოლუციის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი სად წავიდა პირველი სახელმწიფო ვიზიტით? რუსეთში ჩავიდა რუსეთში. ვისთვის გამართა პირველი ბიზნეს კონფერენცია, ბიზნეს ფორუმი. გამართვა კონკრეტულად რუსი ბიზნესმენებისთვის. ეს იმიტომ არ ყოფილა, რომ სინამდვილეში ამათი მთავარი ბრალდება ხო ისაა, რომ რუსეთს უჩხიკინებდა. სინამდვილეში ყველანაირად პირველივე დღიდან ცდილობდა რუსეთთან ურთიერთობის დაალაგებას, მაგრამ დაალაგებას ღირსების პოზიციიდან, დაალაგებას სუვერენიტეტის პოზიციიდან, დაალაგებას იმ სახელმწიფოს პოზიციიდან, რომელიც საკუთარ თავს ცემს პატივს. იგივე მოხდა მერე 2007 წელს და 8 წელს. ახლა 8 წელი გავიხსენოთ, ომამდე რამდენიმე თვით ადრე სააკაშვილი აფრთხილებდა როგორც საქართველოს, ასევე დანარჩენ დემოკრატიულ სამყაროს, რომ პუტინი ემზადებოდა ომისთვის. პუტინი თვითონ არ მალავდა, კოსოვოს აღიარების მერე ამბობდა, რომ იქნება ასიმეტრიული პასუხები და ეს პასუხები დიდი ალბათობით იქნებოდა საქართველოს ტერიტორიაზე. შტაინმაიერი იყო ჩართული. გეგმა ჰქონდა, კონკრეტული შეთავაზება ჰქონდა რუსებთან, რომ მოდი რა, აფხაზეთის ტერიტორიაზე გავაკეთოთ ესეთი რაღაცა, რომ აი კელასურამდე ოჩამჩირის რაიონის ჩათვლით აღდგეს ნაწილობრივ მაინც საქართველოს იურისდიქცია, რომ ნახოთ, მაგრამ რუსს ხო სწორედ ეგ არ უნდოდა. იმიტომ რომ რო აღდგენილიყო ეხლა გალში და ოჩამჩირეში საქართველოს იურისდიქცია, უცბად აყვავდებოდა იქაურობა და გუდაუთელები ნახავდნენ, რომ რუსეთი არის ჩასვრილი და რა თმინდა, რომ ესე ვიყო თუ შემიძლია, რომ ისე ვიყო, ხო? იგივე არის, იგივე მიზეზის გამო გაანადგურა ივანიშვილმა განმუხურის ბანაკი. იგივე მიზეზის გამო არ ააშენა ანაკლიის პორტი. სხვადასხვა ანაკლიის პორტს კიდე მეორე დატვირთვაც ჰქონდა, ლაზიკა ერქვა იმას, როგორც პროექტს და ლაზიკის პროექტს ამ სახელდებას მნიშვნელობა ჰქონდა, რომ მომავალში ხვალ და ზეგ და მაზეგ
მოგეზიდა ის ლაზები, რომლებიც თურქეთში თავს ლაზებად აღიქვამენ, ხო და უცბად იმათ ახალი ღუზა გაუჩნდებოდა საქართველოში. უდიდესი დემოგრაფიული და ეკონომიკური რესურსი იქნებოდა ეს ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც გაარუმაგებდა ქართულ რაღაც გენეტიკურ მას რა ქვია რაოდენობას და ასე შემდეგ, ანუ ბევრი მიზეზი ექნებოდა. შესაბამისად, ეს სამშვიდობო ინიციატივები ბოლო წუთამდე იყო. მაგრამ რუსის პასუხი ამ ყველაფერზე არის ჩაკეტო, ანუ დღესაც რას აკეთებენ? ჩაკეტე გალის რაიონი, ჩაკეტე ახალგორის რაიონი. იმიტომ რომ ის არ გადმოვიდეს და არ ნახოს როგორია კაი ცხოვრება და ივანიშვილმა თავისი ფსიქოლოგიაც გამოიტანა სამჟავროზე, როდესაც ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, ალბათ კარგი იქნება რომ აი ამას ვიტყვი, ბოდიში, ერთ-ერთ ინტერვიუში რო თქვა, რომ ხალხი როდის გაუბედურდაო, დაინგრა კავშირიო, გაიხსნა საზღვრები და გავიდნენ და ნახეს ცხოვრება. რატვინია ტიპსიძახის რაი, კარგი ცხოვრება რომ ნახესო, ამით გაუბედურდენო. აი სუფთა რუსული მენტალობა. მე იქიდან 7 წელიწადში ამბობდა, რომ ბილეთებს დაგისუბსიდირებდო, ოღონდ აქედან წადით. ოღონდ ჩემში. და ისე ალბათ ჯობია რომ მოვიძიოთ ეს ციტატა პუტინის, როდესაც წულუკიანი საქართველოს ადანაშაულებს ომის დაწყებაში და არსებობს პუტინის პირდაპირ აღიარება, რომ 2006 წლის ბოლოსო თუ 2007 წლის დასაწყისში გენერალური შტაბის გეგმა მე დავამტკიცე, როგორ უნდა სამხედრო ოპერაცია ეწარმოებინათ ცხინვალის რეგიონში. ამას ამბობენ რუსები, ამას ამბობს პუტინი, ამას ამბობს მედვედევის ჩანაწერებიც არსებობს და წულუკიანი დღეს საქართველოს ადანაშაულებს ომის დაწყებაში. რომ მიყვე დეტალურად საკვანძო ადგილებში, აი სადაც ესეთ ბრალდებებს გამოთქვავენ. ვარდების რევოლუციასთან დაკავშირებით ამათი შეფასება პირდაპირ ესადაგება ვარდების რევოლუციის შეფასებას, როგორც აკეთებდა ამას პუტინი და ლავროვი, რომ ეს იყო რაღაცა კონსტიტუციური წყობილების. ეს სინოფსისებიც უნდა გავაკეთოთ. 2008 წლის ომთან დაკავშირებით ხო პირდაპირ იმეორებენ, რაც იმათ არა ბევრჯერ უთქვამთ. ამას გარდა აი წინარე პერიოდში წულუკიანი როგორც ამბობს ხოლმე, ეს იქნებოდა კოდორის ხეობაში წესრიგის დამყარების ოპერაცია, როცა ემზარკვეციანის ამბოხება იქნა ჩახშობილი იქ. ამისი შეფასებაც ამათგან როგორც ფასდება პირდაპირ თანხმდრაში მოდის რუსების შეფასებისგან. მას შემდეგ რაც დასკვნა დაიდო, ეს ნებისმიერ შეუძლია შეამოწმოს. ქართულ მედია სივრცეში უფრო ნაკლები ადამიანი საუბრობს პროპაგანდისტებიც, ვიდრე რუსულში. აი, მთელი რუსეთი ლაპარაკობს, აი მათი პროპაგანდისტები, რომ ეს რა საოცარი დასკვნა დადეს ქართველებმა და აი როგორ აღმოჩნდა მართალი ვლადიმერ პუტინი. აი, ამას რო უსმენ, რამდენი ჩვენ არ უნდა ვიძახოთ, რომ არ გვაინტერესებს, ტვინში სისხლი გექცევა რა, რო უსმენ, რომ აი ქართველების ხელით ქართველები გაასამართლეს. ლევან, ეს იყო მთავარი მიზანი ამის. და აი ჩვენ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი რაც იყო, აი 2008 წლის ომთან დაკავშირებით ვინ ყავდათ მთავარ მოწმედ მოყვანილი. ჩემო მეგობრებო, ეს არც მაღალი რანგის სამხედრო პირი არ იყო, არავინ არ იყო, სამხედრო ექიმი, ვინმე ქოიავა, რომელმაც და რომლის ჩვენებებითაც ააწყვეს საქმე ეს რო ლეგიტიმური პარლამენტი იყო, შეიძლება აფხაზეთის და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის აღიარებამდე მივსულიყავთ ისეთები ლაპარაკა ამ კაცმა. მაგრამ აი მთელი სტრუქტურა არის ამ კაცის ბოდვაზე აწყობილი და ეს კაცი თან არის ტოტალურად შეპყრობილი ნაციონალური მოძრაობის სიძულვილის იდეით. ხომ ჩვენ ნახეთ გენერლების ჩვენებაც იყო, ფაქტს მეორე თემა არის რა კითხვებს უსვავდნენ საერთოდ და შემდეგ, მაგრამ გენერლებმა გასცეს პასუხი და კომისიას წაყვანილი ყავს თავის დასკვნაში საქმე იქეთკენ, რომ თურმე სამხედროებს არავინ არაფერს არ ეკითხებოდა და თურმე პოლიტიკური ხელმძღვანელობა წარმართავდა სამხედრო მოქმედებებს, რაც აბსურდი იყო და გენერლებმა ეს უარყვეს და გეგმის შესაბამისად მოქმედება დაადასტურეს, მაგრამ გენერლებისგან სასურველი ჩვენება რო ვერ მიიღეს, გამონახეს სამხედრო ექსპერტი, ყოფილი სამხედრო ექიმი, თავარი ექიმიც არ არის, სამხედრო ექიმი, რომელიც რაღაცა თათბირს ესწრებოდა თურმე გენერალურ შტაბში სამხედრო ექიმს ვინ დაუშვებდა გენერალურ შტაბის თათბირზე ომის წინა პერიოდში და ასე შემდეგ, ეს საუბრის და გამოძიების თემა არის, მაგრამ აი ამ პროპაგანდისტის დონეზე დაიყვანეს თავარი ბრალდება, აი ეს არის მთელი აბსურდი აი ამ კომისიის საქმიანობას. ერთ-ერთი მთავარი მოწმე ამ თავის შეფასებებში, ვისაც ეყრდნობიან, არის ეს ლაშა ქოიავა. დასკვნაში და დასკვნის გარეთაც რა განცხადებსაც აკეთებენ, მნიშვნელოვანი არ არის წულუკიანის დანარჩენებისთვის გენერლების ჩვენებები, არც გრიგოლ ვაშაძის ჩვენება.
უპირველესი არის ლაშაკოიევეს ჩვენება, ან აი ქარელის, რომელიც უკვე გავახსენეთ მაყურებელს, ვინ არის ქარელი, რაც შეეხება ლაშაკოიევას, ეს სამხედრო ექიმია, დეტალებში არ შევალ, რეები იბოდიალა იქ. ამჟამად ესე უწერია, რომ მუშაობს სოფლის ექიმად. ესე იგი, ეს აფხაზეთის ომის ვეტერანი ვარო და შევისწავლეთ, სად გადამევლო თვალი ამ კაცისთვის გამერკვია, ვინ არის საერთოდ. ბევრ ჭუჭყიან არხზე აქტიურად პროპაგანდისტობდა მთელი ამ წლების განმავლობაში, არის პირდაპირ ომთან დაკავშირებით ვეტერანებთან ერთად, ქოც ვეტერანებთან ერთად განიხილავდა აგვისტოს ომის ამბებს წლების წინაც, პირდაპირ ჭორაობდა და როგორი ფორმით ყვება, იცი, ამ დაახლოებით იგივე რაღაცებს იმეორებს, რაც კომისიას უთხრა, თან სიცილით, რაღაცა აი გულს გარეთ. მაგრამ ამას ყველაფერს თავი გავანებოთ, რა იჭორავა კომისიაზე და ამ გადაცემებში რა სჭორავობდა. ახლა მოვისმინოთ რამდენიმე წლის წინ ამ ლაშაკოიევას კომენტარს, კომენტარი მიუწია რომელიღაცა ესეთი მედია საშუალებებისთვის, როდესაც მიხეილ სააკაშვილი იყო ვივამეთში ახალი გადაყვანილი აი ხანგრძლივი შიმშილობის ფონზე და ვითხოვდით ჰუმანიტარული მიზნით მის გადაყვანას სასწრაფოდ საზღვარგარეთ ჯეროვანი მკურნალობის მისაღებად. ახლა როგორც ექიმს კითხეს კომენტარი ამაზე და მოვუსმინოთ. Gloria, ხელისუფლება ცოტა უფრო ხარად მოეცეს და ადამიანებს არა ვივამეთ შეერამეთ თუ ის ავანტყოფია და პატრიმარი უნდა იყოს ციხის ავანტყოფოში. ეგრე არის ერთი მისი გადაყვანა საზღვარგარეთ ისიც მოგვიდა ჩვენ საქართველოს მედიცინა საერთოდ არ დავარგა და არც ერთი ექიმი არ ვარგა საქართველოში. ჩვენ აპირებდა სტუმარებას სხვადასხვა აღნიშნავება ინფექციების პრობლემა არის საქართველოში. ძალიან სერიოზული პრობლემა არის ჯანდაცვის სისტემაშიო. საქართველოში თუ მედიცინის პრობლემა არის, ეს დაწყებული არის კიბაშვილის რეფორმებით. დიახ. ანუ თუ რამე პრობლემა შექმნეს ჯანდაცვაში. დიახ. თავისი შექმნილი პრობლემა არის. ესე იგი, ამ როგორ ნეიტრალური იქნებოდა ეს? ამ ვინმე ქოიავამ ბევრი ლაპარაკა იმაზეც ამ კომისიაზე, რომ მანამდე თურმე ყოლია ჯარი და ვარდების რევოლუციის მერე დაანგრიეს ჯარი. მანამდე იყო თავდაცვა და მერე უკვე თავდაცვის უუნარონი გავხდით და ამიტომ წავაგეთ თურმე ის ომი მაგისი ვერსიით. ეხლა ეს არის დავით ევზაძის თანაპარტიელი 2016-ში ფოთის მაჟორიტარად იყრიდა თურმე კენს რაღაც პარტია შეუქმნია დავით ევზაძის. ესეთი ძველი ვარდების რევოლუციით ტრავმირებული კაცია აშკარად და ესენი არიან ამათი მოწმეები. კიდევ ემზარკვიციანი, რომელიც კოდორის ხეობაში ამბოხების მერე გადავიდა აფხაზეთში და იქიდან ვიდეო მიმართვა გაავრცელა და კოდორის ხეობაში მაშინ ყოფშინა გასაქმედო სამინისტროს თანამშრომლებს მიმართა, უბრალოდ მათ დედებს მიმართა, რომ გაიყვანოთ თქვენი შვილები კოდორის ხეობიდან, თორემ მოგიწევთ გვამების გატანა. ეს ემზარკვიციანი ახლა არის ამათი მშვიდობისმყოფელი, რა ბრალდებებით იყო დევნილი საქართველოსთან რუსეთში იყო გადასული, ვიცით, 2003 წლის ნოემბერში ნახე რადიო თავისუფლებაში მუშაობდი მე მაშინ და ჩემი რეპორტაჟი ვნახე, სადაც მოყოლილი მაქვს ამბავი, წყაროები მითითებულია და კომენტარები. ემზარკვიციანს ჩაუტარებია ვარდების რევოლუციის წინადღეებში თბილისში პრესკონფერენცია და უთქვამს, რომ რადგან განიცდიდა ვარდების რევოლუციის მოახლოებას, ესო დაპირისპირება შეიძლება კონდესო ადგილიო მხარეებისო და ყურადღება რომ გადავიტანო, მზადვარო მონადირეთიო, მონადირეს დივიზია, რომელიც კოდორის ხეობაში ჰქონდა და რომელსაც მიტირის სოზარ სუბარი და ბატალიონი, ხო, სოზარ სუბარი და წულუკიანი, ამ მონადირიდანო დავარტყაო რუსეთის ბაზებსო და დავიწყო რუსეთთან ომიო და ამ ომზე გადავრთო ქართველებიო და ამით შევარიგო. აი ვინ იწყებდა ომს 2003 წლის ნოემბერში კითხოს წულუკიანმა თავის ნათლიას. მე ესე დაწერა ემზარკვიციანმა ჩემი ნათლულია. კიციანზე აუცილებლად უნდა გავახსენოთ ასევე ხალხს მისივე აღიარება. კაცმა თქვა აღიარა რომ მე იმას ვაკეთებდი, რასაც რუსები მავალებდენო. მაგრამ იმდენად მაპატია და დებილია რომ მე დაამატა რა შავდებოდა ამეთიო. აი ერთ-ერთი მაგალითი ამისა იყო მისი მოგონილი ტყუილი რომ თითქოს მივარდა რომელიღაც ქართულ სპეცრაზმოს თუ სამხედროს კოდორის ხეობაში ჩამოგლიჯა ნიღაბი და იქ აღმოჩნდა შავკანიანი ამერიკელი. რუსული ტელეარხების რუსებს მისცა ეს ინტერვიუ, პირდაპირ ალბათ დაისვეს მანამდე 15 წუთი ავარჯიშეს და მე პირდაპირ გაიმეორა, ნუ ან თემა რა იყო რომ თითქოს ამერიკელები არიან და არა ქართველები. აი რასაც დღეს
ეს რეჟიმი ამბობს იგივე, რომ თითქოს deep state-ი იყო. კომისიაზე თქვა სოროსმა, გილაევმა მითხრა, რომ სოროსმა დამავალაო ის გაეროს მისიის წარმომადგენლების გატაცება. მას რო დაუდგა ძალიან ცუდია, მაგრამ ნუ აი დაუდგენ უამრავი ადამიანი დაუდგა თავდებში, გამოვიდა და პირველი ეს აღიარა. თუ სწორად მახსოვს, კავკასიის ეთერში იყო, რომ კიო ვაკეთებდი, რასაც რუსები მავალებდნენ, მაგრამ დიდი ამბავი რა დაშავდა ამითიო. და რახან მე არ ვიცოდი ეს ქოიავა თევზაძის პარტიის წევრი რო იყო, მაგრამ გავიხსენოთ ასევე ეს ეპიზოდი, თუ ქოიავა ამბობს, მაშინ ჯარი არ ყავდა. მისი პარტიის ლიდერი ეს დავით თევზაძე, მაშინ თავდაცვის მინისტრი, რომელსაც კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რუსეთის თანხმობის გარეშე მინიმუმ ვერ დანიშნავდა საქართველოში. როდესაც რუსები თავისუფლად დაფრინავდნენ საქართველოს გზაზე და რასაც უნდა ბომბავდნენ, ხო? რო დაუსვას კითხვა კაცო, თავდაცვის მინისტრი ხარო და რატო არ იცავ შენი ქვეყნის ტერიტორიაზე? ამას რითი დავიცავ? რა გატკით ჩამოვაგდო? და შედარებისთვის 2008 წელს საქართველოს 2000 რა ვიცი მე მგონი მაგდენი საფრენი აპარატი რუსეთს არ დაუკარგავს 4 დღეში. 18 სტრატეგიული ბომბდამშია და 18 თუ 20 საფრენი აპარატი თვითფრინავი და ერთფრენი დაკარგეს იმ რამდენიმე დღეში, 3-4 დღეში, როცა აქტიური საბრძოლო მოქმედებები ვითარდებოდა და ეს ხალხი ანუ იქით რა გატკაც რო არ ქონდა, ხო? და ბოდიში და ჩასრულები იყვნენ. ესენი იძახიან რომ მაშინ თურმე ჯარი ყავდა და მე როდესაც 3 დღეში რუსებს ჩამოუგდეთ 20 თვითფრინავი ეს თურმე ჯარი არ ყოფილა. აი, ყველაფერში ასეა, ხვდებით, აი, ყველაფერი არის საპირისპირო, მაგრამ ეს ფაქტები მაინც რაციონალური განსჯისფეროა და ჩვენ ფაქტებზე ვაპელირებთ და ისინი კიდე აპელირებენ მხოლოდ ემოციებზე. ახლა ჩვენც აი ამ ფორმატში ჩემი აზრით რაღაცნაირი უნებლიე შეცდომა დაუშვით, როცა ვსაუბრობთ მათ კვალიფიკაციაზე, რამდენად კომპეტენტურები არიან და ასე შემდეგ. ეს ხო არ არის მიზანი ისტორიაში რჩება headline და headline-ისთვის ამათმა დავალება შეასრულეს. headline-ი იქნება, რომ წულუკიანის კომისიამ, ანუ საქართველოს წყალებში მთავრობის მიერ შექმნილმა თუ პარლამენტის მიერ შექმნილმა კომისიამ ჩაატარა გამოძიება და დაადგინა ეს. ეს იქნება headline. იმის მიღმა რა წერია, ის ეცოდინება 20 მკვლევარს. და მთავარი გამოგრჩა დამოვიწყდა ამის აღნიშნა, რომ როდესაც ესენი ხელისუფლებაში მოვიდნენ და თავიდანვე დაიწყეს გამოძიება, ჯგუფი შექმნეს ხომ აგვისტოს ომის გამოსაძიებლად, მაშინ რას ამბობდა წულუკიანი, რომ ჩვენ თუ არ გამოვიძიეთო და ჩვენ რაღაცა სამხედრო დარღვევებში შიდასო არ გავეცითო პასუხიო, მერე ჰააგაში წავალ, ჰააგა დაინტერესდებაო და ჰააგაო გაგონტყუნებს შუამაშია და ამ ყველაფერს აკეთებენ მერე ჰააგის აი ამ გადაწყვეტილების შემდეგ და თან გვახსოვს ჩვენ რომ თავდაცვის სამინისტროში შექმნეს საგამოძიებო ჯგუფი ალასანიას ხელმძღვანელობდა, შემდეგ დასკვნა წარმოადგინა და თქვა მოკლედ რომ მოკლედ შევისწავლოთ ყველაფერი და ომი დაიწყო რუსეთმა და ომი საქართველოს არ დაუწყო. ყველაფრის რევიზიას ან თავიანთი ძველი საგამოძიებო დასკვნების რევიზიასაც აკეთებენ ყველაფრის რევიზიას და დასასრულისკენ რომ წავიდეთ. პირველ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას, მე მგონი ძალიან საინტერესო დისკუსია იყო პირველი ეპიზოდისთვის. ზოგადი, მე მინდა ჩვენს ძვირფას მაყურებელს აუხსნა რომ ეს იყო რაღაცა ზოგადი მიმოხილვა. შემდეგი ჩვენი ეპიზოდები უკვე უშუალოდ თემატური იქნება, კონკრეტულ საკითხებზე ორიენტირებული, უფრო მეტი ფაქტი იქნება, უფრო მეტი ვიდეო მასალა იქნება, უფრო მეტი დოკუმენტი იქნება წარმოდგენილი და პირველი ესეთი საკითხი იქნება 2003 წლის 23 ნოემბერი და 2004 წლის 6 მაისის საკითხი, როგორც ცდილობენ, ვინ ცდილობს რა ნარატივი ცდილობენ ვარდების რევოლუციის და შემდგომ აჭარის რევოლუციის საკითხის რევიზირებას, რა არის ამის ძირითადი მიზანი, იმ ადამიანების ჩვენებები, რომლებიც სახელმწიფო გადატრიალების უშუალო მონაწილეები იყვნენ 92 წელს, 91 წლის დასაწყისში და 92 წლის იანვარში. ამ ადამიანების ჩვენებებიც იქნება განხილული და უფრო მეტი ფაქტობრივი მტკიცებულება იქნება წარმოდგენილი. მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ ყველას დღეს აქ მობრძანებისთვის და შემდეგ ეპიზოდში უკვე ვნახავთ ძალიან საინტერესო მასალას, როგორც ცდილობენ 2003 წლის 23 ნოემბრის გადაწერას და ვარდების რევოლუციის საქართველოს ისტორიიდან ამოშლას. დიდი მადლობა რომ გიყურებთ. მადლობა. მადლობა.